გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. ეს არის ტვინის გასაღების ანალიტიკის მეხუთე ეპიზოდი. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ისტორიკოსი ნუკრი შოშიაშვილი. გამარჯობა ნუკრი. მოგესალმებით. მადლობა რომ გვეწვიე. დღეს ჩვენ განვიხილავთ სოფლიოში და საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მინდა რაღაცა ირანის კონფლიქტს შევეხოთ და უფრო მეტი დრო ამას დავუთმოთ და მე რაღაც სხვა საკითხებზეც გადავიდეთ. ხონდეს ახლო-აღმოსავლეთის კონფლიქტს ცოტა რაღაცა სხვა კუთხით მინდა რომ განვიხილოთ. რა ეხლა ირანის თავი ეგრეთ წოდებული დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის უფლებები და განსაკუთრებულად ქალთა უფლებები არ არის დაცული. ეხლა ქრისტიანული კულტურის გადმოსახედიდან იქ ბევრ უთანასწორობას აღმოვაჩენთ, მაგრამ რატომღაც არავინ არ საუბრობს არაბულ ქვეყნებზე. და თითქოს მარტო ირანშია ეს პრობლემები და იქ საერთოდ თითქოს არაფერი არ ხდება. ეხლა საუდის არაბეთ რო ავიღოთ არაბული ქვეყნის ლიდერი ქვეყანა, იქ მაგალითად ეხლა არჩევნები ჩატარდა სულ დაახლოებით სადღაც 10 ჯერ. პირველი არჩევნები ჩატარდა 1920 წელს, მე 1954-დან 62 წლამდე ტარდებოდა ოღონდ მუნიციპალურ არჩევნებზე ხოლმე საუბარი. მე 2005 წელს ჩატარდა 2009-ში გადაიდო, მე 2000 და ბოლო არჩევნები ჩატარდა 2015 წელს, სადაც ქალებს მიცეს ხმის მიცემის და კენჭრის უფლება, ანუ მუნიციპალურ თანამდებობებს. ბოლო 11 წელია არჩევნები საერთოდ არ ტარდება საუდის არაბეთში. პოლიტიკური პარტიები საერთოდ აკრძალულია და მეფე ნიშნავს თანამდებობის პირებს. სხვა არაბულ ქვეყნებში კიდევ უარესი სიტუაციები. ხე ირანი რო ავიღდი, ირანში პირველი არჩევნები 1906 წელს ჩატარდა და დღემდე სისტემატიურად ტარდება. თქვენ ყველა კარგად გახსოვს 1951 წლის დემოკრატიულ არჩეულ პრემიერ-მინისტრს, რომელიც 2 წელში CIA-მ ჩამოაგდო და იქ თავის მარიონეტი შაჰი დასვეს. ეხლა ქალის უფლებასაც შეეხება, ქალებს 1963 წლიდან აქვთ ხმის მიცემის და კენჭრის უფლება, მაგრამ 1979 წლის რევოლუციის შემდეგაც ეს პრაქტიკა გაგრძელდა და დღეს მაგალითად 2024 წლის არჩევნების შედეგად 290 დეპუტატიდან 14 ქალი არის. არის პარტიებიც არსებობს და კოალიცია, ხა სამი კოალიციური პარტია პარლამენტში. პრეზიდენტის არჩევითია და პარლამენტის არჩევითი. რა თქმა უნდა, მან ქვეყნის იდეოლოგიის წინააღმდეგ მიმართული პარტიებს ეგზალებათ საერთოდ არჩევნებში მონაწილეობა. ეს ხოთ ისეთი პრაქტიკაა, ჩვენც რო გადმოვიღოთ, მე მგონი ძალიან კაი იქნება და ჩვენი ქვეყანა ბევრად სწრაფად განვითარდება და ეს მავნებლები ხელს ვეღარ შეგვიშლიან. ეს კიდე სხვა ლაპარაკი თემაა, მაგრამ მე ვადარებ ანუ არაბულ სამყაროს და ირანულ სამყაროს როგორი განსხვავება აქვს და მარტომღაც მარტო ირანზე მიდის ხო ეს საუბრები და შენი აზრით აი რატო ხდება ეს როგორ ფიქრობ? პირველ რიგში წარმატებას გისურვებთ, მადლობა, გაიხარე. მაყურებლები ხავთ და კარგ საქმეს აკეთებთ. გაიხარე, მადლობა. მასწავლებელი. უშუალოდ რაც შეეხება ირანს. ირანი არის ცივილიზაციური სიმძიმის ცენტრი. ირანული ცივილიზაცია მინიმუმ 3000 წლოვან ისტორიას იცვლის. და ეს აი ამ კონფლიქტის დროსაც გამოჩნდა, რომ იმის მიუხედავად, რომ შეიძლება თავი მოუკლა ადამიანს, გენერლები, პოლიტიკური ლიდერები, ეს ამ ცივილიზაციისადმი ერთგულება იმდენად დიდია, რომ აუცილებლად ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იცავენ და იბრძვიან. შესაბამისად, ირანელებს, სპარსელებს უფრო სწორედ, აქვთ პერსებს, ხო? ფარსის ენაზე ვინცაუბრობთ. აქვთ გარკვეულწილად აი ეს ცივილიზაციური დომინანტობის განცდა. რომ ისინი მარტო, ესე იგი, ისინი კი არ არიან, რომლებსაც გააჩნიათ ისლამი, შიიზმი. ისინი არიან ის ხალხი, რომლებსაც გააჩნიათ დიდი ცივილიზაციური ისტორია. შესაბამისად, პრეტენზიულობა, ესე ვთქვათ, გლობალური მასშტაბით უფრო დიდი არის, ვიდრე მისი მცირე მონარქიული არაბული სახელმწიფოების. მონარქიული სახელმწიფოები ზოგადად არაბეთის ნახევარკუნძულზე ჩვენ ვიცით რომ ესენი იყვნენ გარკვეულწილად ბედუინები არ იყვნენ დაინტერესება ამ ხალხით სანამ ნავთობი არ გამოჩნდა. ნავთობი როგორც ჩნდება, ჯერ ბრიტანეთის იმპერია და შემდეგ უკვე ბრიტანეთის იმპერიის შემდეგ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შეერთებული შტატები იწყებს აი ამ რეგიონში აქტიურად შემოსვლას და ეს კიდე ემთხვევა ერთ მნიშვნელოვან მომენტს, ამ დროს იწურება რუმინეთის საბადოები. რუმინეთში იყო ერთ-ერთი დიდი ნავთობსაბადოები, რომელიც ამოიწურა. და ემთხვევა იმას, რომ ამის შემდეგ გააქტიურდა სწორედ აი ეს არაბული ქვეყნების სახელმწიფოები და აქ პრინციპში იყო შეთანხმება თავიდანვე ძალიან მარტივი, რომ იქნება, ესე იგი, ამერიკული
ესე იგი გეოპოლიტიკური ორიენტაციას აერჩევდნენ, მე საუბრობ საუდის არაბეთზე. ისინი საკუთარ წესებით იცხოვრებდნენ, არავინ თავს არ დაესხმეოდა მათ და შესაბამისად არავინ არ გააკონტროლებდა, არავინ არ გააკრიტიკებდა მათ რაღაცა დემოკრატიის თვალსაზრისით. ხო, რა ეგრეთ ხდება. შესაბამისად იქ შარიათის კანონის გაცილებით მკაცრი ვერსიები, ანუ თავი რა განსხვავება ეგაც უნდა ვიცოდეთ შიიტსა და სუნის შორის, რომ შიიტები ამბობენ, რომ შარიათის კანონს აქვს რაღაც შიდა ინტერპრეტაციული ესე იგი სქემა. ანუ ის კონკრეტულმა ადამიანმა უნდა განმარტოს. სუნიტები ამბობენ, რომ ყველა შეუძლია ამის განმარტება, მას არ აქვს არანაირი რაღაც მისტიური და შიდა რაღაცა საზრისი, ამიტომ შენ მე რა ყველა შეუძლია ეს გამარტოს, გამოიყვანთ ხალხს თუ ჩავთვალეთ, რომ ის რაღაცა ღალატობდა, ერთი მოწმეთ საკმარისია, რომ ჩავქოლოთ და ასე შემდეგ. ანუ უფრო მკაცრი წესები არსებობს და სტატისტიკაც ამბობს შემდეგ რაღაცას, რომ აი მაგალითად მაგისტრანტების, დოქტორანტების რაოდენობა ირანში ქალების უფრო მეტია ვიდრე კაცების. ეგრეა, ხო. და არაბულ სამყაროში ესე არ არის. ცოტა განსხვავებულია, ეხლა ცოტა ისე არის ემირატების ცხოვრების წესი შეიცვალა, მაგრამ ემირატების ცხოვრების წესსაც უნდა გავსვაწროთ, რომ 1,200,000 ადამიანი არის თვითონ არაბი. დანარჩენი არის პაკისტანელი და პრაქტიკულად ნახევრად მონა ადამიანია, რომელსაც უფლება რეალურად არ გააჩნია. ამაზე არავინ არ საუბრობს საერთოდ, პრობლემა არ აქვს. აქ თავარი მომენტი არის ის, რომ ირანსაც არ შეეხებოდა ეს ადამიანთა უფლებები, მას განსხვავებული გეოპოლიტიკური ესე იგი როლი რო ქონოდა. ჩვენ გვახსოვს შაჰის დროინდელი ირანი, რომელიც იყო რაღაცა დასავლეთ პრესაში როგორც მოდერნიზმის და რაღაცა ადამიანის უფლებების რაღაც დამცველის რაღაცა სახეხატი იყო, არა და საიდუმლო პოლიცია ჰყავდა და ქალებს, კაცებს და ბავშვებს აწამებდა. ყველაზე მეტი სიკვდილი დასჯა იყო მაგ პერიოდში, მსოფლიოში პროცესში. არის თუ არა მკაცრი ირანული რეჟიმი, რა თქმა უნდა, მკაცრია, მაგრამ ჩვენ თუ შევადარებთ, არის აი რუსული სიტყვა ბესპრიძელი, ხო? ანუ ეს სიმკაცრე რაღაც ლოგიკაზე არის აგებული. შაჰის სიმკაცრე იყო აგებული გარკვეულწილად ესეთ დაუნდობლობაზე, იყო აგებული გარკვეულწილად აი უბრალოდ რომ ეჭვი ქონდათ, ეჭვის დონეზე, რომ ვიღაცა პოლიტიკურად არ იყო ლოიალური, ხო? ესა საკმარისი იყო იმ არამატო ადამიანის, არამედ მთელი ოჯახის და ნათესაობის განადგურებას. პოლიტპატიმრებით სავსე იყო მაგ პერიოდში. და სწორედ ამან გამოიწვია, რომ შაჰის რეჟიმი ესე დასუსტა, პარანოიული სისტემა იყო, როდესაც ყველა სტროფ, მე ყველა შენ წინააღმდეგ ერთიანდება და სხვადასხვა 79 წლის რევოლუციის დროს სოციალისტებიც, ნაციონალისტებიც და ეს რელიგიური ნაწილის ყველა ერთად იყო შაჰის წინააღმდეგ. და მე ამერიკელებმა ზუსტად ისინი მოიშორეს, ყველა სოციალისტი დამოკლეს. სოციალისტები გაანადგურეს, სხვადასხვა ძალიან ძლიერი იყო სოციალისტების ჯგუფი და მაგიტომ უჭერდნენ შაჰს, რომ სოციალისტები არ მოსულიყო. და რადიკალისტების მხარე დაიჭირეს და დღეს ახლა მათებრძია. მთავარი საკითხი, ჩემს არა იმდენად ადამიანების უფლებების საკითხია, ეს არის შირმა, რატომაც შეიძლება თავს დავესხათ, ხო? არამედ მთავარი საკითხი არის ის, რომ რითი უნდა ივაჭროს, ესე იგი, რა ფულით უნდა ივაჭროს დათობით, ესე ვთქვათ. ირანი არის ერთ-ერთი მდიდარი მხარე და ირანი როაც არა ვიყოთ. ეს ორმუზრის სრუტეზე გადის მნიშვნელოვანი გზები, რომლებიც ძირითადად აზიას, მაგრამ მაინც ესე იგი დოლარით ხდება ვაჭრობა. და 24 ტრილიონი დოლარით ვაჭრობს მარტო ნავთობით წელიწადში სოფლიო და წარმოიდგინეთ 24 ტრილიონი დოლარი აი დოლარი უბრალოდ ყიდულობენ იმისთვის რომ ამით ივაჭრო. დღეში 20 მილიონი ბარელი გადის აქედან. და აქედან გამომდინარე ხა 24 ტრილიონი დოლარით რომ დოლარი მყარდება ყოველწლიურად. ეს არის დოლარის სწორედ ჰეგემონიის სათავე. რატომ დაიწყო ამერიკამ ესეთი აქტიური ჩარევები? ჯერ ერთი ერაყის კამპანიაში აღმოჩნდა რომ ის გეგმები რეალურად ვერ განახორციელეს. პირიქით, სადამ ჰუსეინი, რომელიც იყო სუნიტი, აკონტროლებდა უმრავლესობას, რომელიც იყო შიიტი. სადამ ჰუსეინის მოხსნის შემდეგ პრაქტიკულად ირანელებს გზა გაეხსნათ, იმიტომ რომ შიიტები ყველაზე მეტად, ესე იგი, ირანი უჭერს ხარს და აღმოჩნდა რომ მისი მოწინააღმდეგე გაძლიერეს. ირანი გაძლიერდა სწორედ იმიტომ, რომ ამერიკას არასწორი გეოპოლიტიკური პოლიტიკა ჰქონდა. და ამ დროს ძალიან ესე იგი საინტერესო რაღაც ხდება, რომ ჩინეთი შემოდის რეგიონში.
ჯერ საუდის არაბეთთან, საუდის არაბეთს და ირანი ერთ მაგიდასთან დასვა. ისტორიული მტრები. და მე დაიწყო ვაჭრობა საკუთარ ეროვნულ ვალუტაში. 5 ტრილიონი დოლარი იხარჯება ნავთობში ინდოეთი, ინდოჩინეთი და ჩინეთის ტერიტორიაზე არის, სადაც ინდუსტრიები გადმოვიდა და ეს ბზარდია. რაც უფრო დრო გავა, ესე იგი, უფრო მეტს მოიხმარე. ეს ბუნებრივია და შესაბამისად ბზარდი არის და ხა წარმოიდგინე 24 ტრილიონიდან მხოლოდ 5 ტრილიონით რომ მოაკლდეს დოლარს. ესაც ინფლაციური პრობლემაა. ჩვენ ვართ შეჩვეული 8% ინფლაციის თორე ამერიკაში 4% რომა ინფლაციის რაღაცა კატასტროფა ხდება. და ამის გარდა ამერიკას თუ შევხედავთ, სავაჭრო სალდოქვია, ანუ უფრო მეც ყიდულობ თუ ყიდი. ყველა მსხვილ ერთეულთან ეს იქნება ევროკავშირი, ეს იქნება კანადა, ეს იქნება ჩინეთი, ეს იქნება ინდოეთი, ყველგან უარყოფითი სავაჭრო სალდო აქვს. ანუ უფრო მეც ესე იგი ყიდულობენ ვიდრე ყიდია. და ამერიკელებმა აღმოაჩინეს ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, რომ ესე რომ გაეგრძელებინათ საკუთარი მოქმედებები. რეალურად ევროკავშირის ეკონომიკა იზრდებოდა უფრო სწრაფად, საუბარია აი ამ ყირიმის ანექსიამდე, ჯერ 14 წლამდე და მე უკვე 22 წლიდან დაიწყო, ესე იგი, პრაქტიკულად ჩამორჩა ევროკავშირის ეკონომიკა, ამერიკის ეკონომიკას ეწეოდა თან. ეს ერთი რაღაცა შეაჩერეს და მეორე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ის, რომ ესე იგი ჩინური პრობლემა. ეხლა ჩინეთის რა პრობლემაა? ჩინეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი, მისი ეკონომიკა სწრაფად იზრდება, მაგრამ სადასაღებს სოფლიოში ყველაზე ესეთი მდიდარი სამხმარებლო კულტურა აქვს შეერთებულ შტატებს. მეორე ადგილზეა ევროკავშირი. და ჩინეთი ყიდდა სწორედ აი ამ ორ რეგიონში ძირითადად მის პროდუქციას. თუ კი შენ შეზღუდე და შენზე იქნება დამოკიდებული ჩინეთი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩინეთს ალტერნატივა არ უნდა ქონდეს. როგორ არ უნდა ქონდეს ალტერნატივა? ძალიან მარტივად. იწყება უკრაინის კონფლიქტი, ევროპა იწყებს militarizatsias, militarizatsia ხდება სოციალური ხარჯების ფონზე. მისის ყიდულობით უნარიანობა ეცემა, შესაბამისად, ის ბაზარი, რა ბაზარიც ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი იყო, ეცემა და ხდება ძალიან საინტერესო მომენტი, რომ იღებს გარკვეულწილად აი ტრამპი რომ მოვიდა, რომ დაიწყო საგადასახადო პოლიტიკა მის მეზობლებთან, ხო? იღებს ძალიან საინტერესო მომენტს, როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ ტრამპმა დაიწყო ეკონომიკური ომი. ეკონომიკური ომი დაიწყო ჯერ კიდევ პირველ პრეზიდენტობის პერიოდში, როდესაც ჩვენ ნახეთ ეს ამ ეკონომიკურ ომებს არ მოყოლია ისეთი შედეგი. ხა შედეგი ვერ მოყვებოდა, იმიტომ რომ წესები, ვაჭრობის წესები თვითონ ამერიკელების დაწესებულია. და ადრე ეს წესები თვითონ ამერიკელების სასარგებლოდ მოქმედებდა. ეხლა აღმოჩნდა, რომ თურმე ღარიბებიც შეიძლება გამდიდრდნენ იმ წესებით, რა წესებით შენ დააწესი. და აი ეს მომენტი გამორჩა სწორედ ამერიკელებს. ამ შემთხვევაში ეხლა არის მთავარი მომენტი, რომ თუ კი ევროპა კონფლიქტში იქნება რუსეთთან, ის საკუთარ მილიტარულ ხარჯებს გაზრდის, რა თქმა უნდა, ამით გაიზრდება რაც დარჩა შეერთებულ შტატებს, ეს არის სამხედრო ინდუსტრია, ამერიკულ ტექნიკას იძულებული იქნებიან, რომ იყიდონ, გაზდიან, ესე იგი, ბიუჯეტს, შესაბამისად ეს ბიუჯეტი შევა, ეს თანხები შევა ამერიკის შეერთებულ შტატების ბიუჯეტზე, რაც მიცემს მას გამდიდრების საშუალებას, ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი, ის რომ ჩინეთმა ვერ ივაჭროს საკუთარი ვალუტით, საჭიროა ირანის ჩამოსვლა და მესამე, იმისთვის რომ მისი მეზობლებისთვის ეს ყოფილიყო ნიშანი, რომ ეს მეზობლებმაც არ დაიწყონ სხვა ვალუტაში ყიდვა, ირანის ჩამოშლით პრაქტიკულად ჩინეთს ეკეტება გზა აფრიკისკენ და მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ სვლებს აკეთებდა ამით. ვენესუელას ამის ნაწილი არ იყო, ჯერ ვენესუელას თვითონ მოწყვეტა ჩინეთისთვის, ანუ პირველი ირანისთვის ხო კეთდებოდა ეს ყველაფერი, ანუ მოსამზადებელი პერიოდი იყო. ეს არა ვენესუელას ფაქტორი? ვენესუელას ქონდა უფრო ეს მომენტიც ქონდა, რომ ვენესუელა ყიდა თავს საკუთარ მძიმე ნავთობს, ხო ის მძიმე ნავთობია და გადამუშავების ტექნოლოგია თვითონ ვენესუელას არ აქვს. ყიდა ჩინეთზე, კუბაზეც მათ შორის. კუბა ალბათ შემდეგია, რომ სადაც ხელისუფლება შეიცვლება, იმიტომ რომ
გარე რესურსები უკვე აღარ აქვს და ინფრასტრუქტურულად და ლოჯისტიკურად შეუძლებელია კუბას დახმარება. საბჭოთა კავშირსაც შეეძლო და ეხლა ჩინაძეს არ შეული. მაგრამ თავარი მომენტი რა არის? ვენესუელასგან განსხვავებით, ირანი არის ცივილიზაციური ერთობა. ირანის ვენესუელაში რა მოხდა? თავი, როდესაც შენ დააპატიმრე, პრაქტიკულად კაპიტულაცია გამოიწვია ამ ქვეყნის. დაგეთანხმდებიან, იმიტომ რომ ძალა არ აქვს. ეხლა რა შვები? იმ დროს, როდესაც შენ სხვა ფსიქოლოგიის ადამიანებს ესაუბრები, როდესაც შეგიძლია მოკლა გენერლები, პოლიტიკური ლიდერები, მაგრამ სისტემა არ ჩამოიშალა. და სისტემა არ იშლება და პირიქით წინამორბედობას კონსოლიდირებული ხდება, ხო? და ხა წარმოიდგინე ადამიანს ემუქრები ადამიანს სიკვდილით, იმ ადამიანს, ვისაც სიკვდილი უნდა. და ვისაც ჯერა რომ ეს სიკვდილის შემდეგ ის მოწამეობა. აი დაახლოებით ეს პრობლემა იყო სწორედ ვიკინგების პრობლემა ისტორიულად, იმიტომ რომ იმას ომში სიკვდილი უნდათ, ვალჰალაში ყოფნა უნდათ და ეხლა იმას როგორ შეიძლება დაემუქროს სიკვდილით, იმიტომ რომ როგორ შეაშინებ მაგითო. ხო და ესაც ეს მომენტია. ეს ერთი მომენტი რომ მოწინააღმდეგის ფსიქოლოგია არ გესმის. და მეორე მნიშვნელოვანი მომენტი რომ შენი ეს რაღაცა შირმა ლიბერალური შირმა. სადაც ჩამოიშალა გლობალურად. ხო ვის რა შეაინტერესებს იქ ირანში ქალები როგორ არიან, როდესაც ხედავ პირდაპირ ეთერში როგორ იბომბება სკოლა და რამოდენიმე ასეულობით ბავშვი იღუპება, ხო? 169 ბავშვი. და ეს თან იყო ოფიცრების ბავშვების სკოლა იყო. და თან ხედავ რომ ეს შიდა უკმაყოფილება რაც იყო მართლა არის სხვადასხვა სოციალური მიზეზების გამო ირანში. კი, მაგრამ კონსოლიდაცია მოხდა. შეიძლება აიათოლოს რაღაცა მართლობა არ მოწონს, მაგრამ ამერიკელები უფრო არ მოწონთ, ხო შეგნით ახლა. თან იმპერიული ხალხია ეგ. იმპერიული ცნობიერების ხალხია ეგაც და სიკვდილი მომლაპარაკებლებს ახლა გამოდიან და ირანის აი ვინც ამერიკელებთან მომლაპარაკებს, აი მაგათ სიკვდილი მომლაპარაკებს, რომ აქციებში აი ხმამაღლა ლაპარაკობენ და აქ მთავარი მომენტი რა არის, იცი რომ ზოგადად ადამიანი აი ჩვენ რადგან უფრო დასავლეთთან ახლოს ავართ, შევეჩვიეთ წარმოდგენებით რაღაცა მოქმედებას რა, ანუ ჩვენ წარმოდგენების ჩვენ გონია რომ სამყარო ისეთია, როგორც ჩვენი ხედვა და არა და არსებობს სხვა ცივილიზაციები, სადაც უფრო ლიბერალებს გონიათ. სადაც სამყარო არის აბსოლუტურად განსხვავებული. აი სულ სტუდენტებს ვეუბნები, მაგალითად იაპონელი სამურაების პრობლემა რა იყო ახლა იქ. იმისგან განსხვავებით, დასავლეთისგან განსხვავებით. ნუ ახლა წარმოვიდგინე რომ აი არის იაპონური ზღაპარი ესეთი, სამურაის დახვდებიან. ნუ დიდი ზღაპარია, მაგრამ ნუ ესეთი ისე, სამურაის დახვდებიან ყაჩაღები, 12 თუ 13 ყაჩაღი და 12-ს მოკლავს და მე-13 რომ მოკლას, დაფიქრდება და იტყვის რომ ეხლა შენ რომ მოკლაო, იტყვი რომ სიოთლეს მოყვარული ვიყარო. სიცოცხლის მოყვარულობა იმდენად, ესე იგი, სამარცხვინო რაღაცა, რომ ჰარაკის გაიკეთებს, მოკლევინებს. ანუ სიოცხლე არა იქ ფასეული. და შენ ესე იგი, როდესაც შენი სოფხოდელობით უყურებ სამყაროს, რა თქმა უნდა გაგექცევა რაღაცები, იმიტომ რომ შენ საკუთარ თავს არ გებ ამ ყველაფერს. და როდესაც პრინციპულად სხვა ტიპის ადამიანი შემოდის და ეხლა აქ მინდა შემოვიტანოს სწორედ რელიგიურობა. ჩვენც რადგან ჯერ საბჭოთა კავშირში ვიცხოვრეთ ამათესტურ გარემოში მე უკვე ლიბერალიზმი შემოვიდა და დასავლური კულტურაც ამ სეკულარულ ცხოვრების წესს შევეჩვიეთ და აი ახლა რო ახალგაზრდებს ვკითხოთ ერთ-ერთი ყველაზე რაღაცა ისეთი რაღაცას გეტყვის ბედნიერების ნიშნად რა ვიცი კლუბი, მანქანა, გართობა, სადღაც მონაკოში დასვენება. მატერიალური. ხო, ანუ რაც ჰედონისტანაა დაკავშირებული, სუფთა სახის ჰედონისტთან და წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც იზრდება იმ იდეალებით, რომ აი როგორ ესე იგი გაწირა თავი რაღაცა ალიმ და მისმა მემკვიდრეებმა და ასე შემდეგ იმ мотивაციით იზრდება, რომ აი რო გაწირო თავი, შენც რაღაცა გემირი ხარ და შენ სხვა ტიპი ხარ. ანუ რას უშვები ამ ადამიანს, როდესაც ელაპარაკები. ვერ გამოვა შენთან, იმიტომ რომ შენ ცხოვრების სტილში დაინახავს დიდ ხარვეზებს და დაინახავს მისთვის მიუღებელ ფაქტორებს. აღმოჩნდა რომ შენ რაც მოგწონს, შენთვის რაც პრესტიჟულია, ხო? სულ არ ყოფილა პრესტიჟული ყველასთვის. და ის კულტურული უპირატესობა რაც გაგაჩნდა თან სხვასთანაც დაკარგე და შენ ქვეყანაშივე დაკარგე, იმიტომ რომ შენ ქვეყანაშივე გაგიჩნდა რაღაცა
აი ესეთი ლიბერალური ბაბლები, რომლებიც რა ვიცი, ვერ შემოგთავაზეს რა ეს აი ყველაზე მნიშვნელოვანი. მაგრამ მცირე ჯგუფია ეგ მაინც ჩვენ. ცირე ყოველთვის არის, ყოველთვის ვინც ქმნის რაღაც წარმოდგენებს, ყოველთვის მცირე ჯგუფი უნდა იყოს. წარმოდგენს ვერ შექმნის დიდი ჯგუფი. ჩვენ მატერიალისტები ბოდიში როგორც მატერიალისტები მაინც არ ვართ. ეხლა აი ამერიკული საზოგადოება მატერიალისტური ხო იქ მაგათ ბენზინის ფასი რო გაძვირდება, გამოვლენ და გააპროტესტირდნენ. ჩვენთან ეხლა აი მაგათ დენი ხო გაძვირდა რაღაც 5 თეთრი ამასე პროტესტი აი რო დაუძახო აქციას ხალხი არ გამოჩ. ჩვენ აი ჩვენ სანამ ღირსებას არ შეეხებიან, მანამდე გარეთ არ გავდივართ. ჩვენ უფრო რაღაცა სულიერიერი ვართ. რა თქმა უნდა ეს ლიბერალური საზოგადოება არის, მაგრამ ეს ძალიან მცირე ნაწილი რომელიც ამიც ხო ვერ ქმნიან, ხო? ჩვენ მაინც შენარჩუნებული გვაქვს, ეხლა რასაც საუბრობ, ეს ყველაფერი ჩვენ კულტურაშიც არის, ხო? შინაგანი ეს ისტორიული გადმოსახედიდან რო უყურებთ, ხო, ჩვენ ისტორიას, ჩვენც ესე მოვედით, ხო, აქამდე. მე მაგიტო გავუცი ხაზი ევროპული ან დასავლური კულტურის გადმოსახედიდან, შეიძლება იქ რაღაცა უთანასწორობები დავინახოთ ჩვენ, მაგრამ ეს სხვა ხალხია. ეხლა მე როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი ძალიან გამიხარდებოდა ირანი იყოს მართლმადიდებელი სახელმწიფო. მაგრამ ეხლა ეს ხო არ ნიშნავს მე როგორც მინდა ეს ხო არ არის და ის არის შიიტური სამყარო, სხვა კულტურაა, სხვა ხალხია, სხვა აზროვნებაა და ამას ვერ ხვდებიან ხალხი და მოგონიათ თავის აღქმები როგორც არის, გონიათ რომ ესე უნდა იყოს და ესე არ არის ხო? ხო, მაგრამ აი მაშინ ჩავიდეთ ისტორიაში რატომ არის ეს. ზოგადად გამართლობის პერიოდიდან ითქვა ეგეთი რაღაც, რომ აქამდე იყო რაღაც ღირებულებებით განსხვავება და გამართლება თქვეს რომ ის რა ჩვენი ღირებულებები არის, ეს არის უნივერსალური ღირებულებები. და სხვა უბრალოდ არის ჩამორჩენილი. ანუ განსხვავებული კი არ არსებობს, არსებობს ჩამორჩენილი. აი ეს ითქვა. ჩვენ ვართ დასავლეთი არის მოწინავე, სხვა არის ჩამორჩენილი და კი აი ირანსა და შვედეთს შორის არის დრო განსხვავება, რომ რამოდენიმე ხნის შემდეგ თუ სწორედ წავიდა, ისეთივე საზოგადოება იქნება როგორც შვედური. აი ეს წარმოდგენა იყო ანუ ევროპული აზროვნება, დასავლური ევროპული აზროვნება. ძირითადად არის აი ლიბერალიზმი მათ შორის. არის უნივერსალისტური. ისინი ამბობენ რომ მე როგორიც წარმომიდგენია ღირებულება და როგორიც წარმომიდგენია ადამიანი, ისეთი არის ადამიანი. აქედან გამომდინარე აი ვილსონიზმი ეგ არის დემოკრატიის. ხო. და აქედან გამომდინარე არსებობს უნივერსალური ღირებულება, ანუ ზოგად საკაცობრიო ღირებულებები, რომელსაც გამოხატავს დასავლეთი. სხვები ამას არ გამოხატავენ. სხვები არიან უბრალოდ ჩამორჩენილი. ხო, ბნელები. ხო, ნუ ჩამორჩენილი ხო სიბნელესთან დაკავშირებული. აქედან გამომდინარე შენც გეუბნებოდი, რა შენ რო ეხლა რელიგიური ხარ, რა შენ უბრალოდ ჩამორჩენილი ხარ, რა. აი გავა პერიოდი და აი ახალ თაობა რო წამოვა, ჩვენ საგას არ გვეუბნებიან აქას. სულ სხვა ისე იცხოვრებენ, როგორც ჩვენ გვინდა რომ იცხოვრონ. და აქ თავი მომენტი რა არის? ვის უჭირავს ეს პროგრესის იდეა? ანუ ვინ გასაზღვროს რა არის პროგრესული? გასაზღვროთ რა თქმა უნდა ის პოლიტიკური და კულტურული ძალები, ვისაც ეს შეეძლოთ. შესაბამისად, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ დასავლეთს, აი ჩინეთისგან განსხვავებით და სხვა ცივილიზაციებისგან განსხვავებით, ჩინეთისთვის როგორი იყო? კედლის იქით ცხოვრობდნენ ბარბაროსები, დიდი ჩინეთის კედლის იქით ცხოვრობდნენ ბარბაროსები, არ მაინტერესებს ისინი როგორ ცხოვრობენ, თავარი არის აი აქ რა ხდება. ანუ მე არ ვინტერესდები შენ რა ცხოვრების წესი ცხოვრება, არ ვცდილობ შენ და შემოვიდო და დაგარწმუნო ჩემ ჭეშმარიტებებში. არა, შენ როგორც გინდა ისე იცხოვრე. აი ამ კედლის აქეთ არ შემოხვიდე რა. აი ეს იყო ჩინური ცივილიზაციის მახასიათებელი. და ევროპელები პირიქით, ევროპელები ამბობენ რომ შენ რა ღირებულებები გაქვს, შენ ხარ ჩამორჩენილი. მე ვარ ის, ვისაც ისტორია მიყავს. კაცობრიობის. ოდითგანვე ესე იყო. სულ ეგრე არ იყო? ნუ გაჩნია ეხლა იმ ევროპაშიც განსხვავებული კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად ეს იყო, ეს ფაქტორებიც იყო, ხო? ეხლა შუა საუკუნეებიდანაც რომ ავიღოთ, ეს არის ხო? ეს ცივილიზაცია, რომელიც აქეთ მხარეს სულ მორალს უკითხავდა, ხო, ადამიანებს. ნუ ესაც თქვათ, რომ ისლამური ცივილიზაცია უნივერსალისტურია, ისლამის გეუბნება, რომ თქვენ უნდა ისლამი მიიღოთო და მე ვიცი ჭეშმარიტება და თქვენი ის კულტურა არ მაინტერესებს. ესაც არის. ანუ არსებობს სხვადასხვა ცივილიზაციები, მაგრამ არსებობს ჩაკეტილი ცივილიზაციები. ეხლა ამით ისე თქვა მინდა, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანის უფლებებზე, აი ჯერ კონცეფციურად შევხედოთ რა. ჩვენ ჯერ უნდა დავიწყოთ საუბარი ადამიანზე. ეხლა თუ არ არის შეთანხმება, აი ქრისტიანისთვის ადამიანი სხვა არის. და რა ვიცი, ბუდისტისთვის ადამიანი სხვა იქნება. კონცეფციურად სხვა იქნება. შესაბამისად მისი უფლებები სხვანაირად აღიქმება. ერთში და მეორე ცივილიზაციაში. ისლამისთვის კიდე სხვა არის ადამიანი. ისლამში ადამიანი პირდაპირ გაგებით მონაა. ღვთის მონაა. ჩვენთან ღვთის მონობა გადატანეთ ქრისტიანობაში არის კანონები სავალდებულო. ქრისტიანობაში მაგალითად არის ესეთი მომენტი, რომ
ადამიანი არის ღვთის ნიერად შექმნილი, ხო? ღვთის სახე და ხატად. და ისლამში ეს არ არის. ისლამში ადამიანი იმიტომ და ემორჩილებს ამ კანონებს, რომ ის ღმერთი შეუცნობელია. ღმერთი უბრალოდ მანდ მისდიოს. და ჩვენთან სხვანაირად არის ეს კონცეფციური. აქედან გამომდინარე, ადამიანის გაგება სხვა არის და შესაბამისად თუ შენ სხვანაირად წარმოგიდგენია ადამიანი, მისი უფლებები სხვანაირად წარმოგიდგენია. ეგრე. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ნება. და იქ თავისუფალი ნება არ არის ისლამში. იქ არის კანონები და ეს კანონები ვალდებული ხარ შენ უნდა შეასრულო. ხო ამას თუ არ ასრულებს ანუ და სიტყვა ეს პირდაპირ გაგებით ჩვენ ღმერთი პირდაპირ ჩვენ თავისუფალი ნება გვაქვს და ჩვენ წყვიტავთ. როგორ წარმოსო ჩვენი ცხოვრება და მე რა თქმა უნდა ამას შენ როგორ ცხოვრებაში აგეპასუხს ისე ხო და ეხლა გასაგებია რომ ეგ ჩვენთან ეხლა ეს ზოგადად დასავლური გასაგებია საიდანაც მოდის მე ეს დამახინჯდა მაგრამ ჩვენ უფრო გვესმის ეს ადამიანის უფლებები რატომ არის მნიშვნელოვანი იქ განსხვავებული მომენტია ამის გამომდინარე და აქედან გამომდინარე ეს ჯერ თვითონ დასავლურ აკადემიურ სივრცეში გაჩნდა რომ ცივილიზაცია არის ისეთი რაღაცა, ცივილიზაციური ერთობა, სადაც არსებობს ინტერპრეტაციული სისტემების აბსოლუტურად განსხვავებული სურათები რა. აი მაგალითად, აი კანტი ამბობდა ეგეთ რაღაცას, რომ ადამიანი, როდესაც რაღაც რეალობას უყურებს, არსებობს ორი სახის რეალობა. არსებობს ნოუმენი და არსებობს ფენომენი. ნოუმენი რა არის? ნოუმენი არის ისეთი ჭეშმარიტება, რომელიც თავისთავადია და შეიძლება ადამიანმა ვერც შენიშნოს ეს. მაგრამ ის თავისთავად იქნება ჭეშმარიტი. ის იქნება ისეთი რაღაცა, რაც თავისთავად ჭეშმარიტია, მაგრამ შეიძლება ადამიანმა არ იცოდეს მის შესახებ და ვერც კი შეეხოს მას. ანუ საგანი თავისთვის. არსებობს ფენომენი. ფენომენი რა არის, რომ ადამიანი რასაც ხედავს, ის ინტერპრეტირებს ამას. შესაბამისად, ადამიანი რასაც ხედავს, ინტერპრეტაციული სისტემა აქვს მას, რომ ის აღიქოს. მაგალითად, გაი დოიჩე არის კიდე ესეთი ენის სპეციალისტი თავის შვილს არ ეუბნებოდა რომ ცას ქონდა ფერი. 5 წლის ბავშვი არ ეუბნებოდა. გოგოს რო კითხეს მე ცას რა ფერი აქვსო? მისთვის ცას ფერი არ ქონდა. აი როგორც ძველ საბერძნეთში არსებობდა სიტყვა ცისფერი. არსებობდა ესე იგი ზღვის ფერს უწოდებდნენ ან შავ ფერად აღწერდნენ ან ესე იგი ღვინის ფერად აღწერდნენ. ესე იგი რას ნიშნავს თვითონ ენას კი შენ ის სამყაროს ისე გაჩვენებს ინტერპრეტაციულად. ანუ პირდაპირ შენ შეხება რეალობასთან ესეთი არ აქვს. არსებობს რეალობა, წარმოვიდგინოთ, არსებობს ადამიანი და ამას შორის არსებობს ინტერპრეტაცია. ეხლა მთავარი პრობლემა რა არის? მთავარი პრობლემა ძალაუფლების და იდეოლოგიის არის ის, რომ მე შენ გეუბნები, რომ შენ როგორც ხედავ რეალობას, ეს კი არაა რეალობა. აი მე როგორც გეუბნები რეალობას, ისაა რეალობა. ხო. და როგორ ბედავ შენ რომ მე არ მიჯერ. ხო, ეგრეა ზუსტად. ეგრეა ხო. ხო და ეხლა წარმოვიდგინე ეს შეიძლება რაღაც კულტურებთან მოსულა, იმიტომ რომ ნუ სუსტი კულტურა. წარმოვიდგინე შენ გაქვს 3000 სლოვანი ისტორია. ამ 3000 სლოვანი ისტორიაში გამოიმუშავე შენი ენა, შენი ინტერპრეტაციული სისტემა. შენ სულ სხვა ისტორიული გამოცდილება გაქვს, სულ სხვა ისა გაქვს ფსიქიკური სტრუქტურა გაქვს. წარმოვიდგინე ენობრივი სტრუქტურა გაქვს. სამყაროს სულ სხვანაირად უყურებ. და ამ დროს მოდის ვიღაცა და გეუბნება შენ როგორც უყურებ ფეხებზე მკიდია ეს და აი ისე უნდა გააკეთო როგორც მე გეუბნები შენ. და უნდა დახარო. ამ დროს ადამიანს რა რჩება? ორი მომენტია. ვინც ემორჩილება ის რაც აკეთებს. ის ამბობს რომ კი ბატონო მე არა მაქვს ჭეშმარიტება, ყველაფერი უცხოური არის. ჭეშმარიტი, ყველაფერი ადგილობრივია, ეს არის ყალბი, ეს არის საბჭოთა რუსული, რა ვიცი, რაც კიდე ეს უწოდე და რას იწყებ მე? იწყებ მიბაძვას. ოღონდ როდესაც ბაძავ ამ ბაძვის პროცესში ვინ ხარ შენ? ამ ბაძვის პროცესში შენ არ ხარ ესე ვთქვათ ის ადამიანი, რომელსაც რამეს შექმნის. ანუ როგორ შეიძლება შენ მიბაძვის შექმნა? შენ შეიძლება მიბაძვის დააკოპირო მხოლოდ. ოღონდ შენ იქნები რაღაცის კოპირება რა. და აქედან გამომდინარე შენ გამოდიხარ რა? სიმულაცია. ამბობ რაღაცა ევროპელი ვარ, მაგრამ შინაარსზე რო შევიდე რა, რას ქმნი ევროპულს? აი ესაც ვერაფერს ვერ ქმნი ევროპულს. და გამოდის რომ ის საზოგადოება, რომელიც საუბრობს მე ევროპელი ვარ, შინაარსობრივად ვერ ქმნის ევროპულს, ვერც კინოს, ვერც მუსიკას, მას შეუძლია მოიპაროს, გადააკეთოს და ნუ სიმულაცია მოახდინოს, მაგრამ ორიგინალობა აკლია.
და არ არის ბუნებრივი და იმით. კულტურა იმის კულტურაა, აი საბჭო კავშირში ჩვენი ქართული კინო განსხვავდებოდა. კი. იმიტომ რომ ქართველები ხაზს უსვამდნენ მის განსხვავებულობას. ანუ მთავარი აქცენტი კეთდებოდა რომ ჩვენი განსხვავებულობა გვეჩვენებინა. ეხლა მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ჩვენ ვაჩვენოთ ჩვენი ისინი ხო, იმად დავემსგავსეთ, ეგრეა ხო. ეხლა ახსენე უსაფრთხოება არაბული ქვეყნების. ეხლა როგორ გამოჩნდა ეს ყველაფერი, ხო, რომ მაგათ თავს არავინ არ დაესხმებოდა. არა, აგერ ხედავთ, ხო, არაბულ სამყაროში ყველა ბაზა თითქმის დაუბომბეს, ხო, ირანს. და ეხლა როგორ მომენტია დეკოლონიზაცია, ეს ქვეყნები არიან კოლონიები, ხო? ნუ თანამედროვე გაგებით კოლონიებია, ხო? ყველა ჩვენც კოლონია ვართ, ჩვენ ბაზები არა ამერიკულ, მაგრამ კოლონიებს ვცდილობთ, თუ აქედან გამოვიდეთ, ხო? ეხლა ეს დეკოლონიზაცია ახალი ამბავი არ არის, ხო? პირველ და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის და ფრანგული იმპერიული დამოუკიდებელ ქვეყნები განთავისუფლდნენ. ეხლა მაგალითად 1946 წელს ლიბია და სირია მიიღო დამოუკიდებლობა საფრანგეთისგან 48 წელს ბრიტანეთიდან პალესტინა ბრიტანეთი გავიდა და ამათ ხალხში ხელი შეუწყო ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. მე 52 წელს ეგვიპტეში ახალგაზრდა ოფიცრებმა ნასირის ხელმძღვანელობით კოლუმბიური მეფეს ფარუკი ჩამოაგდეს და მე ნასირმა მოინდომა სუეცის არხის ნაციონალიზაცია. ინტერვენცია მოყვა მე მაგას. საქართველოს ხო და მე საფრანგეთ ბრიტანეთი და ისრაელი ამის წინააღმდეგი იყვნენ და იქ სამარცხინო ოპერაცია ჩააწერეს, სადაც 48 საათით მოახდინეს მხოლოდ დაკავება სუეცის არხის და ამერიკელები ამის წინააღმდეგი იყო, საჯარო წინააღმდეგი იყვნენ კოლონიზაციის, მაგრამ სინამდვილეში ბრიტანეთის ინტერესებს ევროპული კოლონიზაციის, იმიტომ რომ თვითონ ჩაენაცვლებინა. ხო, მაგას გულისხმობ, ხო. მაგრამ სინამდვილეში ბრიტანეთის ინტერესების დასუსტება სურდა და იქ სუეცის არხი 80,000-იანი ჯარისკაცი ან ბაზა ჰქონდათ ბრიტანელებს, რომელიც ამერიკის დაჟინო მოთხოვნით გავიდნენ. რა თქმა უნდა, ამათი რესურსი ამათი გავლენები შემცირდა და ამერიკული და საბჭოთა კავშირის შორის გავლენები გაიზარდა. ეხლა აქ ჩემი აზრით აქ ომი თუ მალე დასრულდა, ამერიკელებს მაინც გააჩნია რესურსები, ეს ბაზები შეინარჩუნა, მაგრამ რაც უფრო დიდი ხანი გაგრძელდება ეს ომი, ეს ბაზები ძალიან გაურჭირდება, რომ ისე შეინარჩუნოს. როგორ ფიქრობ, შენ მოხდება ეს ყველაფერი აქედან? თან ირანის ერთ-ერთი თავარი მოთხოვნა ეს არის, რომ ეს ბაზები უნდა გავიდნენ თვითონ იმ ქვეყნებს ეუბნებიან, რომ მოითხოვეთ, რომ ეს ბაზები დატოვოს. და როგორ ფიქრობ, აბა? თავარი მომენტი რა არის, რომ ამერიკისთვის აი საუბრობდი ჩვენ ვენესუელას პრეცედენტი აღმოჩნდა ცუდი იმ გაგებით რომ ეგონათ რომ ირანშიც იგივე განხორციელდებოდა. წესით ოპერაციას ეტყობოდა რომ ვენესუელას მსგავსი უნდა ყოფილიყო, თავი უნდა მოეკლათ და მოკლეს კიდევაც რამოდენიმე პოლიტიკური და ლიდერი უნდა მოეკლათ და ელოდებოდნენ რომ იქ ადგილზე ხალხი გამოვიდოდა და რაღაცა შეიცვლებოდა კაპიტულაციას. ეს როგორ ეგონათ ეს დამაში მეტყოლებს რომ აი როგორი ხო ანალიტიკური სისტემა ჩამოვარდნილია. ეს ჩემთვის გასაგებია ლიბერალურმა სისტემამ ჩამოშალა ეს ანალიტიკური სისტემა, იმიტომ რომ შენ როდესაც ექსპერტი იყავი, იმიტომ კი ჯილდოდებოდი რომ სიმართლე გეთქვა, არამედ იმიტომ რომ აი ამ რაღაცა მეინსტრიმულ აზრში ჩამჯდარი იყავი და ადამიანის გონება ზარმაცდება, როდესაც ესეთ სისტემაში ხარ, ეჩვევი მაგას რა, კეთილდღეობას ერჩევები. და მით უმეტეს როდესაც არაფერი განსაკუთრებული ცოდნა აღარ მოგეთხოვებ. თავი მომენტი რა არის? თავი მომენტი არის ის, რომ ამერიკული პირველ რიგში ის რომ ამერიკა თვითონ უკვე ვეღარ ამთავრებს ომს. ანუ ეხლა ამერიკელები რო გავიდნენ და ირანი აპირებს ამას, განაცხადა რომ სამდე ის არ მიიღებს ესეთი მნიშვნელოვანი რეპარაციებს ითხოვენ და მნიშვნელოვანი ესე იგი საზაო პირობებს, რომლის შემდეგაც ამერიკელები და ებრაელები ვეღარ გაბედავენ მეორედ მსგავს რაღაცას, ხო? აი წარმოვიდგინოთ აგრძელებს ირანი და ეს სტრატეგია არის დაბომბვას. ბაზების დაბომბვას, ისრაელის დაბომბვას და ასე შემდეგ. რა ხდება შემდეგ? შემდეგ ხდება ის, რომ პირველ რიგში თან 45 ესაც უნდა ითქვას ირანმა განახორციელოს, ვინც დოლარებში ვაჭრობს, იმას დაარტყავს, ვინც ხრა ვალუტაში, ძირითადად ჩინური ვალუტაზეა საუბარი. იმას გამოუშვებს, ეს რას ნიშნავს? პირველი, ინფლაცია ქვეყნის შიგნით. მეორე, ნავთობის კრიზისი მის მოკავშირეებში, განსაკუთრებით იაპონიაში. იაპონია რომელმაც უნდა გააკონტროლოს, ესე იგი, ჩინეთი, ეგრე არის წარმოდგენილი. იაპონია 75%-ს იღებს აქცოიდან, 40% ჩინეთი იღებს. 50 ინდოეთის და სამხრეთ კორეა კიდე 65%. და ესე იგი, პრობლემა ექნებათ მათ, ანუ ისინი იძულებული იქნებიან, რომ
იყიდონ სხვა ვალუტაში, არა დოლარში, ელემენტარულად, ან იყიდონ რუსული ნავთობი ჩინეთის შემთხვევაში. რაც ჩინეთს თლად ბოლომდე არ აწევს, იმიტომ რომ თლიანად დამოკიდებული ხდება მე რუსეთს. ეს ერთი მომენტი, ანუ დოლარის პრობლემა ეგ ხო, აი ჩინეთზე დეცენტრალიზაციას ახდენს ჩინეთი, მაგრამ ეხლა ხო აღმოჩნდა ეს დეცენტრალიზაციაც პრობლემა ხო, ყველაფერი გადაუკეტეს, ხო, ჩინეთს, ვენესუელა, ირაყი, ყველაფერი გადაუკეტეს. ხო, შევა რუსეთი, ხო, ეს მომენტი არის. ეს ერთი მომენტი. მეორე, ხა წარმოვიდგინოთ ეს ბაზების არსებობა. ბაზების არსებობა ქმნის საფრთხეს ამ სახელმწიფოებისთვის. ხო, გამოჩნდა. დაცვის პერსპექტივა ნულია. არგუმენტი ის რომ ესე იგი შევასუსტოთ ახლა შეერთებული შტატები და რა შეგვჭირდება მათი ბაზები გასვლის ლოგიკა არის. ანუ ყოველ შემთხვევაში რეპუტაციული დარტყმა მინიმუმ არის. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის საუბარი იყო რომ ბირთვულ დარტყმაზეც იყო საუბარი და პუტინმა განაცხადა რომ თუ კი ისრაელი ამას გააკეთებს რუსეთი უპასუხებს. კი ჩენინიც არის იქ და ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას რომ პრაქტიკულად ჩიხი არის ამერიკაში, სერიოზული ჩიხი არის, ან უნდა აღიაროს ან დამარცხება, შეცდომა, ესე ვთქვათ, ან რაღაცნაირად ისე უნდა გავიდეს რეგიონიდან. ანუ თქვას რომ გავიმარჯვე და გამოვის, მაგრამ ნუ მაგის გაправებაც ესე ვთქვათ რთული იქნება, ხო, შეუძლებელი. და მდგომარეობაში. ამერიკაში დაიწყო გამოსვლები. სერიოზული გამოსვლები, იმიტომ რომ ყველა ხვდება რომ ეს კონფლიქტი უფრო მეტად ისრაელისთვის არის, ვიდრე თვითონ შეერთებულ შტატებისთვის. ეგრე. და ჩდება შიდა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შეიძლება სერიოზულ პრობლემებში გადაიზარდოს, პოლიტიკურ პრობლემებში გადაიზარდოს, თუ ამას დაემატება ინფლაციის დონე და საუბარი იყო, რომ ჯარის რეფორმაზე რომ ისევ ესე იგი გაწევით იყოს ჯარი. თუ ისევ გაწევით იქნება ეს გარანტირებული რაღაც სამოქალაქო სერიოზული არეულობა მინიმუმ. თუ და ყველა არჩევნები წააგო, რაღაც დარჩენილი არჩევნები რაც იყო, ისეთ შტატებში და ისეთ შტატებში არ მოხსნად იყო ზუსტად არჩევნები, მაგრამ ყველა წააგო, ოღონდ ისეთი ადგილე სადაც 15-20% მოგებული ქონდა რესპუბლიკელებს. ისეთი ყველგან წა მინიმუმ ხო, მინიმუმზე არის დაყვანილი ამათი. ეხლა ის დრო რო გავიბით, უფრო კიდე დაიწევს ხო ამათი. ტრამპის მდგომარეობა არის ისტორიულ მინიმუმზე. ხო. და თან ჯერზე ძალიან ხმამაღალი განცხადებები გააკეთა და ვერცერთი ვერ შეასრულა რეალურად. გრენლანდიაზე იყო და კანადაზე იყო ჯერ როგორც კი გახდა. გრენლანდიას გონია რომ დაუბრუნდება. მე მგონია რომ სხვა პრეზიდენტი დაუბრუნდება. და უფრო ანუ არის ესეთი მომენტი ეგ ისტორიაში ყოველთვის მეორდება რა. როდესაც გჩდება ვიღაც ლიდერი, აი მარკუს ანტონიოსი იქნება თუ სხვები იქნებიან, ხო? გჩდება ლიდერი რაღაცა რეფორმები უნდა, არ ვერ ახორციელებს და მე ვიც მას ჩაანაცვლებს, ზუსტად ის ახორციელებს, იგივეს აბსოლუტურად. ოღონდ სხვა იმით, სხვა. ეხა დემოკრატები ეს ტრამპაკეთებს არ წინააღმდეგი არაფერში არ იქნებიან, არც ვენესუელაზე იტყვიან უარს და უბრალოდ ირანი და როგორ გამოდიან ესა საინტერესო. ეგ არის თავარი საკითხი არის ეგ კი, ხო. და ეხლა ჩდება აი აქ თავარი მომენტი არის ის რომ ჩვენთვის როგორ არის საქართველოს კუთხიდან შევხედოთ რა. საქართველოს ეხლა არის მეტნაკლებად დაცულ მდგომარეობაში რა გაგებთ. იმის მიუხედავად რომ გეოგრაფიულად ახლოს ავართ ამ კონფლიქტთან ძალიან შორიც არ არის. ჩვენ შემთხვევაში ესე იგი ევროპელებისგან განსხვავებით ორზრუმის სრუტედან გამოდის ის სასუქები და ისინი 40% რაზეც ის ევროპელები იყენებენ გამოდის. ჩვენთან ეს პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ჩვენთან ან უკრაინიდან შემოდიოდა და ახლა რუსეთიდან შემოდის ძირითადად. მეორე ნავთობის საკითხი. ნავთობის საკითხიც ევროპელებისთვის პრობლემაა, ჩვენთვის არ არის პრობლემა. რუსეთმა იგივე ტარიფები დატოვეს იმ ქვეყნებს ვაჭრობა ქონდა. შეგვიძლია რუსეთიდან და მეორე აზერბაიჯანი ყავს. მესამე მნიშვნელოვანი რამე. ჩდება ეს მეტნაკლებად დაცული ზოლი, ეგ შუადერეფნის ერთადერთი ესეთი დაცული ზოლი, სადაც ომი არ არის. და გამოდის რომ და ამერიკის ინტერესები არ არის. სამხრეთში კონფლიქტია, ჩილოეთში კონფლიქტია და სანქციებია და ჩდება ეგრეთ რაღაც ზოლივით, რომელიც მეტნაკლებად პერსპექტიულია. და ხა მარკო რუბიოზე რას იტყვი? მე მინდოდა თქვა, მაგრამ საქართველოს შევხედე ეს არის რას უნდა ნიშნავდეს.
ამერიკელი მოლაპარაკების რო იწყებენ, მე გამენ უფრო ისეთ საშიშ ხო, გადაწყვეტილებს ეხა ირანის რო ავიღოთ თუნდაც და ეხა მანაბე იქ ჰეზბოლას რაც უქნეს დაიბარეს ლიდერები და დოჰაში და ყველა მოკლეს და ეხა ირანს იმის საგარეო საქმეთა მინისტრი იორდანიის იყო, ხო, რომელიც იძახდა რომ ყველაფერი კარგად და თვითონ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა რომ ტრამპმა დაბომბა მოლაპარაკების მაგითო შენ იმედით წამოვიდითო რომ შემდეგ შეხვედრაზე შეთანხმება შევადგენით. ანუ რაღაცა მოლაპარაკებით რაღაცა მოდუნების მომენტი ხდება და მერე მიდის, ხო? მე გონია რომ ეხლა უბრალოდ გაფრთხილებები იყო რომ ირანთან თქვენ შეეშვით არაფერი მსგავსი ის არ გააკეთოთ ნაბიჯები არ გადადგათ რაც ლოგიკურიც არის მაგრამ ჩვენ გვაწყოთ რა თქმა უნდა მათთან რაღაცა კომუნიკაცია მაგრამ არის ესეთი მომენტი ჩვენი აი ხა საერთაშორისო გეოპოლიტიკური ინტერესები რა არის ჩვენი საერთაშორისო გეოპოლიტიკური ინტერესები მაინც ირანს უკავშირდება ეს ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს ესე არის ეს არის ჩრდილო სამხრეთის ესეთი რკინიგზა რომელიც ჩვენ გვაძლევს შანსს აქტიური მოლაპარაკებები დაიწყოთ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. იმიტომ ეს საკითხი თუ გააქტიურდა, წარმოვიდგინე, ესე იგი, ეს უნდა იყოს პაკისტანამდე ერთი მიმართულება, მეორე მიმართულება მუმბაიდან, მუმბაის პორტიდან ხო ხო, მეორე მიმართულება თვითონ იქ თურქეთის სახმელეთო გზა ჩდება რუსეთსა და თურქეთს შორის, სარკინიგზო გზა ეს. და მესამე მიმართულება არაბეთში შეგიძლია გადახვიდეთ თუ შექმნე ამ ინფრასტრუქტურას. ანუ რუსეთს უჩნდება ინდოეთის ოკეანიდან, ესე იგი, არაბეთის ნახევარკუნძულამდე პირდაპირი გზა. ეს იმდენად მასშტაბური პროექტია, რომ აქ შესაძლებელია ესეთი პატარა მოთამაშეები, სეპარატისტული მოთამაშეები გაიჭრიდონ. აი პირდაპირ ვიტყვი რომ შესაძლებელია ესეთი პატარა სეპარატისტული მოთამაშეები გაიჭრიდონ. იმიტომ რომ ეს გაცილებით მეტ ბენეფიტს იძლევა და მეტ გეოპოლიტიკურ გავლენას იძლევა რუსეთისთვის, ვიდრე ეხლა აი ამ აფხაზეთის გამო, ესე იგი, ეს პროექტი ჩაშალა. აქედან გამომდინარე არის მე მესმის რომ რუსეთს მოუწევს სახის შენარჩუნება და ესე როგორც ყარაბაღში მიცეს აზერბაიჯანებს ესე არ მოგწევენ, მაგრამ რაღაცა ფორმებს კონფედერაციაზე იყო საუბარი მე მოლაპარაკებებში უნდა გადავიტანოთ ფედერაციაზე საუბარი რეფერენდუმის ჩატარება შეიძლება იქ მაგალითად მოსახლეობა დაბრუნდეს ქართველები და რეფერენდუმი ჩატარდეს და ისე შემოვიერთოთ. მოკლედ ჩვენი მიზანი არის რომ ეს გააქტიურდეს და ამ გააქტიურებასთან ერთად ჩვენ დიპლომატიურად მზად ვიყოთ იმისთვის რომ ტერიტორიაზე დავიწყოთ საუბარი. ხო და ამათი გამოჩენა ამერიკელების რას ნიშნავს ეხა ეს ყველაფერი რას და ის ხო ამათი ინტერესებში არ შედის, ხო? არ შედის. ხო და მაგას ვიდახარ ეხა გამოჩნდნენ, ხო უცებ რაღაცთან ისე ძალიან სულ მომენტში გამოჩნდნენ რა და. მე მგონია ჯერჯერობით ზედაპირული გაფრთხილება იქნება. ხო ანუ ეგ მინდოდა მე ხო ეს რაღაც გაფრთხილებას გავს ეს არ იქნება მკაცრი იქ ჩავიდეს ანაკლიაშიც ჩავიდნენ და იქ დაათვალიერეს და რა. ხო ანუ ანაკლია გასაგები არის ჩინელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია მაგრამ აი ქართულ მხარებს სწორედ ქნა თავიდან კი არ მომეწონა მაგრამ ეს ევროპელებსაც რომ მიცა ეგ წილი ეს ნიშნავს იმას რომ ანუ შეათანხმა რა ეს ორი ის რომ მარტო ჩინური გეოპოლიტიკური ის არ ყოფილიყო ელემენტი და აი ჩვენ საგარეო პოლიტიკას კარგად ვატარებთ ხო? ხო ანუ სხვა ძალა სამწუხაროდ არ აქვს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ისე გამოვიყენოთ სიტუაცია რომ აი ჩინეთის ინტერესიცაა, ევროპის ინტერესიცაა. ანუ სხვანაირად აი მე მეცხრებით ამერიკელებს სიტუაცია აქ არში რა თქმა უნდა შევხვდეთ ვესაუბროთ, მაგრამ რაღაცა ცივი გონები და სუფრთხილად უნდა ვიყოთ რა, იმიტომ რომ აი ჩვენ ამერიკელები რატომღაც გონია მარტო ბევრს გონია მარტო რაღაცა NGO-ები და ეს ოპოზიცია. მე მგონია რომ ეხლა რაც გააკეთა ტრამპმა რა პრაქტიკად შემოიტანა. ამ პრაქტიკის განხორციელება საქართველოს იქნება ძალიან სერიოზული პრობლემა. აი ლიდერების მოტაცებას რაც ეხება და კიდე რაღაც. ანუ ეს ძალიან სერიოზული პრობლემა. ამიტომ მე ძალიან ცუდ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ ეს უნდა თქვა ის რომ ირანში გაიჭედა შეერთებული შტატები ეს იძლევა იმის საშუალებას რომ ის ვერ განახორციელებს ევრაზიის სხვა ტერიტორიაზე შეიძლება კუბაში განახორციელოს მაგრამ ევრაზიის ტერიტორიაზე ის ამას ვერ განახორციელებს და მეტიც არ ექნება შიდა ლეგიტიმაცია ამისთვის და ეგ გვაძლევს გარკვეულწილად დაცულობის მომენტს ამიტომ ყველანაირი მკვეთრი ნაბიჯები რომელიც რაღაც ამერიკულ საზოგადოებას რომელიც ამერიკულ პოლიტიკურ ელიტას გამოაჩენს რომ ჩვენ რაღაცა ზედმეტად აგრესიულები ვარ და ზედმეტად სწრაფად გეოპოლიტიკურ სურათს ვცვლით შეგვიძლია ამის გაკეთება მაგრამ
ეს მოიწევს ისეთ ძალას, აი მაგალითად აი ვამბობ, ანაკლიეს ახლა სტრაფი აშენება იმ ტემპებში, რა ტემპებში ჩვენ გვინდა სიამდვილეში. ახლა არის გეოპოლიტიკურად გაუმართლებელი. იმიტომ რომ ამას შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ძალების ჩართვა ჩვენ რეგიონში, რომელიც ჩვენ მაინც არ გვინდა. ეგრეა. ამიტომ ეს ნელი ტემპი, ზედმეტად ნელი ტემპი ფსიქოლოგიურად გადამღლელია მესმის. თითქოს არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ ტარდება, მაგრამ აი ესეთი ნელი ტემპით ჩვენ გამოდივართ სამშვიდობო გზაზე. ეგრეა. ისტორიისთვის ნელი ტემპი არა, ჩვენ ადამიანებისთვის, ვინც ცხოვრობთ ამ ეპოქაში, მაგათთვის ნელა ხდება, მაგრამ ზოგადად ისტორიისთვის ეს ნელი ტემპები არის. ხო, ახალგაზრდას რა უნდა? ახალგაზრდას უნდა რეალიზება. ყველა ახალგაზრდას უნდა რეალიზება. და პოლიტიკური ნელი ტემპი იწვევს იმას, რომ სოციალური კიბეზე სვლა ნელდება ძალიან. შენ რო გიწევდა მაგათ 2 წელიწადში რომ რაღაცა თანამდებობა მიგეღწია, ეხლა შეიძლება 5 წელიწადში მოგიწიოს რა. და ეს ეხლა ფსიქოლოგიურად უკმაყოფილებას იწვევს. ეს ჩემთვის ძალიან გასაგებია რომ მithumetes ადამიანებს რომლებსაც აქვს ამბიციები, მათ სწრაფად უნდა გაკეთება. და ის ხალხი ვინც სახელოვნებო ადამიანები მესმის მათი, მართლა მესმის მათი რომ მათ უნდათ რომ დიდი პროექტები იყოს, დიდი მასშტაბები იყოს, სწრაფად იყოს დაფინანსება, სწრაფად ავიდნენ სოციალური ლიფტზე. ეს მესმის. მაგრამ ამის გამო შენ ესე იგი ჩამოშალო ეს ქვეყანა ეს მეორე ნაწილია. ხდება ბევრი ხო რომ ეს ჩვენ მარტო ჩვენ თავზე ხო არა დამოკიდებული რა ეხლა გეოპოლიტიკა და საქართველოს მithumetes ეხლა რა რეგიონში ვარ და სად ვარ ყველაფერი გადაჯაჭვულია ხო ერთმანეთთან და ეს ეხლა კი გვინდა სწრაფად მაგრამ ნუ სამწუხაროდ ეს რეალობა მithumetes რა ხდება ხო გარშემო ეხლა ყველგანო მე არის. იცი ჩვენ რო კონდეს ესე იგი აი ჩვენი სახელმწიფოები აქვს ეხლა სერიოზული პრობლემა. რაც აქამდე ისტორიაში არ ქონია. მას შორის ისრაელსაც, სომხეთსაც, პატარა სახელმწიფოებს გულისხმობ. სტრატეგიული სიღრმე არ აქვთ. აი ხა ისრაელის ყველაზე ერთ-ერთი მილიტარისტული პატარა სახელმწიფო, შიც გამოჩნდა, მე სტრატეგიული სიღრმე როდესაც არ აქვს, როგორი დაუცველი ხარ. და როგორ შეიძლება სხვა ძალამ ესე იგი მარტივად ის გააკეთოს. უკრაინას აქვს ეს სტრატეგიული სიღრმე და სწორედ ამიტომ იბრძვის ამდენი ხანი, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ზომაზე და წონის სახელმწიფო სჭირდება მსგავსი ქცევითი ნორმების შექმნა. და მსგავსი ქცევითი ნორმები არის ის, რომ შენ მაინც და მაინც არ ჩანდე. აი ესე მძაფრად არ ჩანდე. და სააკაშვილმა შეაჩვია ქართულ საზოგადოება, რომ მაინც და მაინც ესე იგი რაღაცა ვარსკვლავი ბიჭუნა უნდა ყოფილიყო აქ და რაღაცა 2008 წლის ომის დროს ყველა ჩვენზე ლაპარაკობდა, ამით გვიხაროდა. ეგ თვითონ იძახდა მაგას. თვითონ უსვამდა ხაზს მაგას. სიამდვილეში პირიქით. სხვადასხვა აი შუა საუკუნეებში მე მიკვირდა, რომ აი უცხოური საერთოდ ნიუსებში არ მოხვდეთ ჯობია. უცხოური აი შუა საუკუნეებში დავით აღმაშენებლამდე თითქოს აი წყაროები საქართველოს აი სომხეთზე არის და საქართველოსზე თავდებოდა რა და ეხლა რო ვაკვირდები ეთქო სწორი იყო რომ ესე იგი მაინც არ ჩანდნენ გარესამყაროში და ინარჩუნებდნენ გარკვეულ სიმშვიდეს. ანუ ეს დამალვის პოლიტიკა საერთაშორისო დაბალანსების პოლიტიკა არის მოვედით აქამდე. ჩვენი გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება. ეგრეა ნამდვილად. მოდი ახლა ქართულ რეალობას დაუბრუნდეთ და ამ ხალხზე მინდა რაღაც აი რა მდგომარეობაში არის. აი მაგათი გვარამიაროს მინდა ერთი ვიდეო ჩავთ. ჩვენ წვეები არ გვეყოლება, როცა ხელისუფლებაში ვიქნები და ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში აუცილებლად, ესეც მინდა ვთქვა, მე ამისი არც მწვენია, არც მე პრობლემები და ასე შემდეგ. კი, ჩვენი სახით თქვენ უყურებთ შემდგომ ხელისუფლებას. აი ვაშაძე გამოდის კიდე და ოპოზიცია ალიანსში გაერთიანებული ვართ პროფესიონალი პატრიოტები და პატიოსნები. აი შენი ასეთ რა მაინტერესებს იცი რომ აი ამათ ფსიქოლოგი მგონია როგორი ეხა ამათ ჯერათ ეს რასაც ლაპარაკობენ თუ ეს მორიგია ახალი საფრთხობელა გამოაგორეს თუ აი რა ხდება ამ ეს ვინები არიან ეს საზოგადოება და აი ორ ნაწილად დავყოფი უცხოელები არიან ორ ნაწილად დავყოფი კომუნიკაციას ხომ აქვს ორი სფერო შენ ესაუბრებ შენიანებს და შენ ესაუბრები მოწინააღმდეგეს ამორჩევოს კი ანუ გვარამია ეხლა ეს მესიჯი რეალურად იყო მოწინააღმდეგეს ამორჩეველზე რომ მე რომ მოვიდე თქვენ არ შეგეშინდეთ აი დაახლოებით ეს არის მაგრამ ყველას ახლა ინსტინქტურად ხო გრძნობ რომ ეს ხალხი რეპრესიების მომწყობია. ამაში ამ განაცხადებაში ჩანს. აი ანუ არ ჭირდება ამას რაღაცა დადასტურება, იმიტომ რომ აი არ არსებობს ორი რაღაცა, არსებობს პოლიტიკური წარსული და არსებობს ხასიათი.
კაი, შეიძლება პოლიტიკური წარსული დავივიწყოთ. მოდი რა, აი ეს 9 წელი არ ყოფილა. ჯო ხასიათი გაქვს ისეთი რომ ირგვლივ ვერ იტანა ვიღაცებს და აგინებ და იქ ქალს დაარტყი და განსხვავებული რაღაცა ის რომ გითხრა და შენ რომ ძალაუფლება გექნება რა სიზა. გაბოროტებული რა ხერ ჩემი მეგობარი მეუბნებოდა რომ მიშაო წარმოიდგინე მოვიდაო ხალხის სიყვარულით და რეები ქნავდა. ეხა გაბოროტებული მარაჟნის იმაში რა ქვია კონტეინერში და ციხეში ნაჯდომი ეგრო დაბრუნდესო რა სიზავს. არა გაბოროტებული ადამიანის ფენომენა ზოგადად აი რას ვოკერდები ცი აი ლიბერალებს შესაა რომ რაღაცა მიზეზების გამო არიან ქართულ საზოგადოებაზე გაბოროტებული. ოღონდ ამ მიზეზებს არ აქვთ მაინც რაციონალური ახსნები. რა ვიცი თუ მამამ კაცრი იყო ქართულმა საზოგადოებამ ან თუნდაც პატრიარქმა რა დააშავა. მაგრამ ამას ქვია ესეთი მომენტი არის ფსიქოლოგიაში, როდესაც შენ რაღაცა შენ შინაგან პრობლემებს მიაწერ სხვას. და ამბობ რომ შენში კი არ არის, ეს არის იმის ბრალი. შენი სხვისი ბრალი არის. ამიტომ რომ თავისუფლდები ამ რაღაცა პრობლემებისგან თითქოს. აი ვაკვირდები რომ 7 ნოემბრის შემდეგ ძალიან ბევრი ლიბერალი უფრო კომაგობდა, უფრო ისე კომაგობდა სააკაშვილს, ვიდრე აქამდე იყო. და მოეწონათ ეს რომ დაარბეს ეს მოეწონათ რაღაცა ეს მომენტი იყო და მე მახსოვს რომ როგორც საუბრობდნენ ისინი აი რა ვიცი გირგლიანი უზდელი იყო და მაგიტომო აი ვიღაცა უზდელი თუ იქნება ესე იგი უნდა მოკლა ხო ის რაღაცა ცუდად შემოხედა ის რაღაცა რუსეთუმე იყო ანუ ყველაფერზე ავთ პასუხი კაიგე კი ყველაფერზე ერთ რაღაცაზე არის ძახიანო შესწომა დაუშვეს და ამ ესეთი მენტალობის ადამიანის შეუძლებელია იყოს ფსიქოპატიის ის არის რა თვისება ადამიანი გრძნობს ამ ფსიქოპატიის ელემენტს რა გამწარებული ადამიანის ელემენტს გრძნობ რომ იმას შეიძლება რაღაცა საკუთარი კომპლექსების და საკუთარი რაღაცების გამო შიშების გამო შენ ესე გაგიმეტოს და თან ისეთ რაღაცებს ახლა შენს რადგან გამოჩდი საჯარო სივრცეში ერთი ის წავიკითხე სტატია იყო რომ შენ გაიცა შენც იყავი ნახსენები რა ჩვენ რო სინდიკატის წევრები ვართ ხო სინდიკატის წევრები და დღეს გავიცანით ერთმანეთს ხო ანუ დღეს არა იქ რა სტუდიაში მეორე ხედავ მეორე ცხოვრებაში ანუ ქუჩას არ ჩემხედრი ხარ არა შექმნეს რაღაც ასე წარმოდგენა სერიოზულად ებრძვიან ამას კი რამხელა სტატია მიუძღვნეს თან არ დაიზარეს თან შეუძლია დაუნდობლად ბიჭო ანუ კი არ გადააღმოწოს ანუ ესე მოგვისაჯეს რომ ჩვენ რაღაცა დიდი სინდიკატის ნაწილი ვიყავით და ესე რაღაცა თანამშრომლობდით რაღაცა ეს და არა ჩვენ დავიწყებთ შეიძლება თანამშრომლობა მაგრამ აქამდე ესე არ ყოფილა შეიძლება ეხლა გავხდეთ სინდიკატის წევრი აი მაგიტო თქვი ხარ შენასაბ ესენი ხო შეიძლება აი საფრთხობელას სულ საფრთხობელას მიშა ხო საფრთხობელას როლში არის ხო 15 წელია რაღაცა მიშა დამთავრდა ეხლა რაღაცა ეს ახალი საფრთხობელები გამოჩნდა იმიტომ რომ ხალხს ეხლა როგორც არ უნდა მოწონდეს ხელისუფლება და რაღაცა კრიტიკული იყოს განწყობილი ყოველთვის ამათთან შედარებით ყოველთვის მაგას მისცემს ხო აი როდესაც ორგანული ნაწილი ხარ საზოგადოების და არა გაქვს რა ეს კონფლიქტი საზოგადოებასთან. არ ჭირდება მტერი. მტერი მაშინ სჭირდება, როდესაც შენ გაქვს რაღაცა პრობლემები საზოგადოებასთან და შენ მობილიზება ჭირდება. აი თუ აკვირდები აი ზოგადად ნაცებისა და არანაცების დამოკიდებულებას. ნაცები მობილიზაციაში უფრო ძლიერები არიან შეკრებში. რატომ? იმიტომ რომ მათ განცდა აქვთ რომ ისინი არიან უმცირესობა და ირგვლივ არის რაღაცა რუსეთუმე რაღაცა ბანძი ქართველები, ბნელი ქართველები და მათ წინააღმდეგ უნდა იყოს. როდესაც არ აქვს ეგ განცდა რომ შენი თანამოქალაქე არის რაღაც ბნელი და რაღაცა ხო? არის ვერ ახდენ მობილიზაციას, იმიტომ რომ როგორც ტერს არ უყურებ. და ესენი უყურებენ საკუთარ საზოგადოებას როგორც ტერს. მათი პროექტი რა იყო, ხო? რომ ახალი ქართული შეექმნათ. მათი ნარატივი რა არის? ამიტომ ამბობ საბჭოთა კავშირის კვლევები მათ არ უნდა მივცეთ. მათი ნარატივი რა არის, რომ საბჭოთა კავშირმა შეცვალა ქართველი, აქამდე რაღაცა კარგი იყო. არა და ვერ შეცვალა. თუ რატომ იყო კარგი, მაგას ვერ გიპასუხებენ, იმიტომ რომ ევროპელი იყო და რაღაცა რამდენიმე ადამიანს ახსენებენ, ოღონდ, რა ვიცი, ილია ჭაჭაძე რატომ მათიანი ვერ ხვდება, ხო? და აი ისეთი უნდა გავხადოთ ეხლა ეს საზიზღარი ხალხი რომლებიც ანუ ამას ქვია ჩვეულებრივ ენაზე სოციალური ინჟინერია. სოციალური ინჟინერია ახასიათებს სოციალური ინჟინერიას ყოველთვის მოყვება ტოტალიტარული სქემები. შეიძლება ტოტალიტარული მართლობა არა, მაგრამ სქემები კი. ახლა ჩვენ რა სივრცეშიც ვართ, ხო? სოციალურ მედიაში.
აგრე შეუძლიათ დაგბლოკონ, იმიტომ რომ უბრალოდ ეჭვი აქვს ამას. კი, ხო. და შესაბამისად უარგუმენტოდ ყველანაირად. შესაბამისად აი ისე ვამბობ რა ჩემი საქმეა, აი ესე ვთქვათ, რა ჩემი საქმეა, აი ესე სხვა როგორი იქნება. აი რატომ უნდა ვიზრუნო ამას? აი ესე ვთქვათ რა. ერთადერთი ლოგიკა მამას აქვს ის რომ შენ გაქვს რაღაცა ესეთი რწმენა და სისტემა, სადაც შენ დაიბადე რაღაცა ესეთი საშინელ სივრცეში და ეს სივრცე უნდა გადააკეთო. და შენ ჭკუას უნდა მოარგო. და აქედან ჩდება ერთი მომენტი, ეს პროექტი როდესაც გააქვს, ადამიანის გადაკეთების და სოციალური ინჟინერიის პროექტი როდესაც გააქვს, შენ სხვა ელემენტი ძალადობის გარდა არ არსებობს ამის. ანუ უბრალოდ არ არსებობს ამის. და ამიტომ შენ ის სიტყვები გვარამე რაც არ უნდა მithქვას და კიდე სხვაებმა რაც არ უნდა თქვან, თუ შენ პროექტად გააქვს რომ შენ ქართველი შეცვალო, ეს ნიშნავს უკვე ძალადობას. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მოზალადეები არიან ჩვეულებრივი, მაგრამ ესენი მიზანს ხო ვერ აღწევენ. ესეთი ხალხი კაია, ხო? შენ თქვი რომ შეიძლება ხელისუფლების ეს არ წარმოადგენ, მაგრამ ხელისუფლების ეს ხო კომფორტული მდგომარეობა არის, როცა ესეთი ოპონენტი ყავს, ხო? კი. მაგას ვიხდი და ეხლა თუ რაღაცა ეს აი მე ირანის მაგალითი რაც ავიღეთ რიქ მაგალითად აკრძალულია ხო პოლიტიკურ პარტიების სახელმწიფო იდეოლოგიას ეწინააღმდეგებიან. ეს ხო კაი პრაქტიკა არის. და ჩვენ არა ვართ იდეოლოგიური სახელმწიფო. იქ კონსტიტუციურად და იდეოლოგიური და ჩვენ არა ვართ იდეოლოგიური რელიგიური. ხო, გასაგებ მაგრამ რა შეუშლის ხოლმე მაგალითად. ჩვენ გვჭირდება გამარტოთ მაშინ. მაშინ აი გეტყვი რა დაგჭირდება. ჩვენ გვჭირდება მაშინ რევიზია იმ 9 წლიანი ისტორიის. მაშინ აი ხო კომისია ხო შეიქმნა მე და მივიდეს ხო რა. კომისიის შექმნის მიუხედავად მე ვიყავი მე აღარ მეძახიან ექსპერტი სახელმწიფოების. რამოდენიმეჯერ მომიწია და იქ იყო საუბარი იმაზე რომ მოკლედ ეგეც იყო რომ სააკაშვილის პერიოდზე იყო აი მე-10 თუ მე-11 კლასის სახელმწიფოში ეწერა ეგეთი რაღაც. რომ ესე იგი ადამიანები ესე იგი დანაშაული ჩაედინა კონკრეტულ ადამიანების წინააღმდეგ. შემდეგ იყო გარჩევა. დანაშაულები რო ჩაედინა ეს არ უნდა ეწევეს, უნდა იყოს გადაცდომები. განათლების სამინისტროში ხდება ეგ ყველაფერი. მივედით რა და არგუმენტი რა ქონდათ. ეხლა წარმოვიდგინეთ რომ იმ ბავშვმაო, რომლის მამაც რომ მუშაობდაო ესე სტრუქტურაშია. რო კითხავს რომ თურმე მამამისმა დანაშაული ჩაედინაო. ეს ხო სოციალური იმას გამოიწვევსო. რაღაც ჩაგრული სქენებს გამოიწვევს და სოციალურ დაძაბულებას გამოიწვევს. და სახელმწიფო რატომ უნდა შეუწყოს ხელი? ხა მე ვკითხე, ახლა წარმოვიდგინეთ რომ იმ ბავშვმა წაიკითხა რომლის მამას მოკლეს ან რაღაცა გაუბედურეს მისი ოჯახი, რომ თურმე ეს გადაცდომა ყოფილა და არა დაჭა. იმ ბავშვი როგორი წარმომადგენელი უნდა ქონდეს? ეს კი გავიტანთ, მაგრამ სხვა საკითხები ვერ გავიტანთ. ის რომ აი სახელმწიფოში ეხლა წერია რომ მიშა ეს იყო რაღაცა პროდასავლური და რაღაცა ეს კორუფცია მოსპო და რაღაცა ეს დადებითი ეს ელემენტები შემოიტანა ესე მე შემიძლია ჰიტლერს გესაუბრო. კი მე ზუსტად ეგ მაგალითი მომყავს ყოველთვის ჰიტლერს იმდენი რაღაცა გერმანიის გაკეთება სააკაშვილს ახლოსაც ვერ მაგრამ ჩვენ ხო ამაზე არ ვსაუბრობთ. ჰიტლერის კარგ საქმეებს ხო უბრალოდ ვერც ვისაუბრებთ ხო ზოგადად ადამიანური მომენტებიც რო ავიღოთ ეხლა შენ ადამიანს 10 ჯერ კაი რაღაც რო გაგვიქეთ ერთხელ ცუდს ის ცუდი ჩანს ხო ის 10 რაღაცა კაი იკარგება ხო ეს მომენტი სააკაშვილს თუ რამე აქვს კაი გაკეთებული ეს არაფერს არ წარმოადგენს ჩვენთვის ხო ეგრეა ხო ღირებულებათა სისტემა მაშინ თქვათ რომ ის იდეოლოგიური აპარატი რითიც ისინი მოქმედებენ ეს არის დანაშაულებრივი და უნდა დაერქვა სახელი ხო? აქ ცოტა პრობლემურია მაშინ ევროკავშირთან ურთიერთობა. ამის თქმაც ხო, მაგრამ ეხა სულ მაგათ კოშ ხوار გაუგორებთ, ჩვენ ქვეყანა ხო უნდა მივხედოთ და განვითარდეთ რა და რაღაცები შეიძლება ეხა ეს მაგათ ესენი აიგზავ იქ აი ქვეყანა ხო აღდა სამშობლოს ღალატის მუხლი ხო? აი მაგათ ელენი ხოშტარი რო ავიღოთ ეხა წელიწადნახევრის რაღაცის დაჯღაპნაზე ხო მე ჩემი ეს ეხა მაგ ხელასაჯელი არ უნდა იყოს ეგეთ რაღაც ნო სამი რაღაც ადმინისტრაციული ორი კვირა სამი თვე ჩააჯნე. მაგრამ ელენი ხოშტარია უნდა მიცი 10 წელი ქვეყნის ღალატისთვის რა. ელენი ხოშტარია მე გამოვაქვეყნა ის მონაჯიზე. მონაჯი ჰქონდათ. გამოვაქვეყნა რა პრინციპით გამოვაქვეყნა? ეხლა ვიტყვი. ვებსაიტის ის იყო რა ქვია დაფინანსებაზე მასში რომ ატრიალებდა თუ არ გახსოვთ ის კადრები რო იყო რომ სადაც ტრენინგები ტარდებოდა რეალურად სახელმწიფო გადატრიალებაზე. იქ თქვი რომ ფარულ ჩანაწერები რო. იქ თქვი რომ არსებობს ჩომსკი და სხვა წიგნები სადაც საუბარია რომ ამ ეს ორგანიზაცია არის შემჩნეული სახელმწიფო გადატრიალებებში, სხვა ქვეყნებში.
ამის გამო ჩამსვეს მან. აი ამის გამო. ხო, მე არ მოგიყარა სისწორების გამო. არა, მე ამაზე მაქვს პრობლემა. მე ვფიქრობ, ეხლა წარმოიდგინე რომ მას ძალაუფლება კონდეს მეთქი რა, რას მიზავ. ეხლა თუ ეს მოსულა რომ ვიღაც ადამიანები შემიც არ მოგწონს, შექმნა მონაჯი რაღაცა ესეთი საიტები და გამოაქვეყნა ეს ადამიანი. მაშინ რატომ არ შეიძლებოდა ყოველთვის ამას ვამბობდი, რატომ მქონდა მე ესეთი პრობლემა, რომ მე რო დავწერდი რაღაცას ელენა ხოშტარიაძე, ის კინწურაშვილი და სხვები მიბლოკავდნენ მაგას. უსამართლობა. ის რაზე საუბრობდი? ეს მე და შენ შეიძლება შევთანხმდით, მაგრამ საკანონმდებლო თვალსაზრისით დარჩება რაღაცა ელემენტები, სადაც მათი იდეოლოგია იმუშავებს, ეს იქნება დაწერილი კანონი, მეტი არაფერი. მაგას ვიძახი რომ უნდა მოქმედებაზე გადავიდე და ეხლა წელიწადნახევარი კი არა, ღალატისთვის უნდა მიცერად. ეხლა მოდი რაღაც ორბანის თემასაც შევეხოთ და კიდე ბევრ რაღაცაზე მინდოდა საუბარი, მაგრამ უბრალოდ რაღაცა ძალიან დროსაც გადავაცლე და ორბანის ამბით დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. აი ეხლა ორბანი ზუსტად იგივეს გადის, რაც ჩვენ გავიარეთ რა. ეხლა აპრილში აქვს საპარლამენტო არჩევნები რა და აი მაგალითად იგივე პერსონაჟები არიან მაგალითად მაგის წინააღმდეგ ჩვენ თავის ეხლა ზელენსკი მაგალითად აგერ მზად ვართ ვიმუშავოთ უნგრეთის ნებისმიერ ლიდერთან, რომელიც პუტინის მოკავშირე არ არის. გავიხსენოთ ჩვენთანაც იგივე ხდებოდა, ხო? არ აქციებზე რო შეხედო იგივე პერსონაჟებით განანიკად ვიზუალურად იგივე, ხო, ერთნაირები. აგერ ზელენსკის პირდაპირ გამოვიდა და აგერ მოусვინოთ რა ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ერთი ადამიანი არ დაბლოკავს 90 მილიონს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ადამიანის მისამართს ჩვენ შეიარაღებულ ძალებს მივცემთ და დაურეკონ მას და თავიანთ ენაზე ელაპარაკონ. ეს ერთი, აი კიდე მაგალითად აგერ BBC წერს, რომ ორბანს ამორჩევლების მასობრივ დაშინებასა და მოსყიდვაში ადანაშაულ. ყველაფერი იგივე სცენარები. და როგორ ფიქრობ, აი რა არის ხა ეს ხო ნათლად ჩანს, ხო, რა ხდება, ვინ ვის ებრძვის, ვინ მხარეს არის, ყველაფერი ნათელია, ხო, იგივე პერსონაჟები, ყველაფერი ერთ და იგივე. ისე რიტორიკულ დონეზე ყველა საინტერესოა რა. უკრაინა რო იმპერიასავით იქცევა. აი, თითქოს შემოტრიალებული რუსეთია, რუსეთი როგორც იმუქრება. ისე რომ იმუქრება რა. მათ ნიშნულოვანი რა მომენტია, იცი? რომ ხალხს მობეზრდა აი ამ უმცირესობა, როგორი უმცირესობა, ბევრი უმცირესობა არსებობს, მაგრამ აი რაღაცა სუპერ მარგინალური უმცირესობების ესე იგი დომინირება. მობეზრდა რა. თან მობეზრდა ის რომ ამ უმცირესობებმა, ამ ლიბერალურმა უმცირესობებმა გააკრეს დისკუსია გააკრეს, გააკრეს დიალოგი, აზროვნება გააკრეს, სიტყვის თავისუფლება გააკრეს, გამოხატვის თავისუფლება გაგიქრეს, ყველაფერი გაგიქრეს. და ამ დროს ამ ყველაფრის სახელით საუბრობენ ესენი. ეგრეა ხო? და თან აი ჩვენ ვისაუბრეთ სიმულაციაზე. ბიჭო, როგორ შეიძლება უნგრელი, რა ვიცი, ფრანგი, ეს ლიბერალი ერთი სახეში იყოს და ერთი იდეოლოგიური რაღაცა ქონდეს. ყველაფერში ერთნაირი. აი, როგორ შეიძლება რომ არაფრით არ განსხვავდებოდა ესე რა? როგორ შეიძლება რაღაც თითქოს ერთი წარმოებიდან არიან გამოსული? ამიტომ ქვეყნები არ უნდა დავყოთ რა, აქ არის რაღაც იდეოლოგიური, ახლა ადრე რელიგიური რაღაცა ომების პერიოდი იყო, ეხლა არის იდეოლოგიური. ანუ რუსიც, ფრანგიც, იტალიელიც, ინდუსიც, ამერიკელიც არის ერთი ხარე ჩვენ ერთი მოკავშირეები ვართ და არის მეორე მხარე ლიბერალური მხარე. ლიბერალში შემყავს კრებსიტად ყველა რა, ზოგადად როგორც ახლა კონსერვატორი შეიძლება ვიღაცა იდეოლოგია სოციალური მე მაგათ ახლა კონსერვატორი, მაგრამ რაღაც პოლიტიკური წყობა, რაღაც სოციალისტი ვარ მაგაგებით. მაგრამ კონსერვატორები დღეს ქვია ჭრელ საზოგადოებას. და იქ ლიბერალობა ქვია ჰომოგენურ ერთფეროვან ერთსახოვან ადამიანს სიამდვილეში. ანუ თან მოკავშირეები ჩვენ ყავს ყველგან რა, თან იდეოლოგიური მოკავშირეები როგორც იმათაც ყავთ რა. იმიტომ დიალოგი შეგვიძლია. აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, ერთი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი მომენტია რა, რომ ბიჭო, რადგან იქ არის აი ეს სიამდვილეში ტოტალიტარიზმია, იმიტომ რომ ერთსახოვან ადამიანს ხოლმე ტოტალიტარიზმი ქმნის. და ერთსახოვანი ადამიანის დომინაცია, ესა ლიბერალების დომინაცია. და ერთი მნიშვნელოვანი ანუ აქ ძალიან კაფიოთ არის. იდეოლოგიური ადამიანი არა იდეოლოგიურისგან განსხვავდება ერთი რაღაც. ყველა ადამიანს აქვს იდეოლოგია, მაგრამ იდეოლოგიურობა კიდე სხვა რაღაცას ნიშნავს. იდეოლოგიური ადამიანი რეალურ ცხოვრებაში ვერ ხედავს ცხოვრების მიმდინარეობებს. ანუ სამყაროს სურათი რო იცვლება,
ისევ ძველ მოდელში რჩება. და ადამიანი, რომელიც ცხოვრობს რეალურ ცხოვრებაში, სოციალურ ურთიერთობაში, რომელიც აკვირდება, ხო? ეხლა 10 წლის წინ სულ სხვა რაღაცებს ვფიქრობდი და დღეს სულ სხვა პოზიციებზე ვარ. ეგრეა. იმიტომ რომ ცხოვრება შეიცვალა, იმიტომ რომ მეც გავიზარდე, იმიტომ რომ უფრო ბევრი ინფორმაცია მიიღე რაღაც. ვერ ვიქნები ისეთი, როგორც 10 წლის წინ ვიყავი. ეგრეა. და ჩვენ ხედავთ აი ამ ლიბერალურ იმაში, რომ 18 წლისაც და 40 წლისაც ერთნაირები არიან. და არიცვლებია. არიცვლები. ანუ ომი დაიწყო ამერიკულ ჰეგემონიას დიდი ბზარი აქვს, გეოპოლიტიკა შეიცვალა, ყველაფერი შეიცვალა და ისევ გუშინდელი სურათი ცხოვრობენ. ეხა კაიკალასი გამოდის და ისევ რუსული ნავთობის სანქციებს საუბარს. ანუ რა ხდებოდა ამერიკამ სანქციები მოუხსნა ირანს უხსნის სანქციები. იცი რა არის? აი აქ თავარი მომენტი აი რისთვისაც შეიძლება აი პირობითად კონსერვატორები დავარქოთ, იმიტომ რომ აჭრელია ეს საზოგადოება. არის ვიბრძვით ერთი რაღაცისთვის რა. ადამიანობისთვის, იმიტომ რომ ის არ არის ადამიანის, ის არის რაღაცა პროექტი რაღაცა და ადამიანი ნიშნავს იმას, რომ ვაღიარებს რა, რომ შეიძლება ეგზისტენციურად ფუნდამენტურად განსხვავება. შეიძლება სულ სხვა რაღაცები გიყვარს. და ეგრეც უნდა იყოს, კაცო, არ უნდა მინდოდეს, რომ ჩემი კოპიერება შევქმნა ყველგან. კი, კაცო, ჩვენც ეხლა რომ ვისაუბრდ უამრავი განსხვავებულ შეხედულებები გქონდეს ერთმანეთისგან და შევიკამოთოთ კიდევაც და რაც განსხვავება აზრი გქონდეს, ეს ბუნებრივი მოცემული, ესეც უნდა იყოს. აი, დაახლოებით აი Game of Thrones-ში რომ არის აქ ბევრი ოჯახი რო ერთმანეთს ებრძვის, მაგრამ საბოლოო ჯამში ის ჩილოჩი ის რომ მოდის, ერთსახოვანი ის მოდის, ხო ის? აი ის და ყველა ერთიანდება, ხო, იძულებული ხარ გაერთიანდება, იმიტომ რომ ის ერთსახოვანია რაღაცა. ჩვენც ეგრე არ ვიყოთ ისტორიულად ერთმანეთს ჭამდით, მაგრამ რაღაცა ტერი რო შემოვიდა და ყველა ერთიანდებოდით, ხო? ხო და ეს მომენტი აი კონსერვატიზმის მობილიზაცია პრობლემურია, იმიტომ რომ იმიტომ რომ ჭრელი არის აქ და აი ანომალური ისაა შემთხვევა, როდესაც ადამიანი, რომელიც სიახლისკენ და ცვალებად სამყაროსკენ არის მიდრეკილი, რომ აღიარებს და ამბობს, რომ ის გუშინდელი დღით არ უნდა ვიცხოვროთ, დღეს ქვია კონსერვატორი და ლიბერალი ქვია იმ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ გუშინდელი დღით უნდა ვიცხოვროთ. ხო. ანუ ანომალურია. ანომალურია, ხო. აუ კიდე ერთ ბამბე რაღაც თემაზე მინდოდა შევხებულყავით, მაგრამ ანუ რაღაცა დროის ფაქტორიდან გამომდინარე, მოდი დღეს დავასრულოთ დევონელი ჩვენი გადაცემა, მადლობა საინტერესო საუბრისთვის. სხვა დროს გავაგრძელოთ აუცილებლად. მადლობა და აწი შევქმნათ ეს კორპორაცია, როგორც დაგვაბრალეს. ხო, რაღაცა ხო, ეს ხო, მე უკვე მოუწევთ რაღაცა რეალური სტატიების დაწერა, ესეთი სიმართლის რაც შეესაბამება. მადლობა მეგობრებო, რომ გვიყურებდით, მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდით.